აი ამას გვაძლევს ენეაგრამა, ეს შემმატა მე რომ ყოველდღიურ კომუნიკაციაში მომცა, აი ადრე თუ მაგალითად მე ჩემ ბრენდთან ერთად ვსურავდი 25 მეტრიან აუზში, რასაც ტრადიციული სეგმენტაცია ერქვა, ენეაგრამამ გახსნა ოკეანე. იმიტომ რომ მთელი მე მესმის უკვე რომ ჩემ ბრენდის ტონალობა, მე მესმის რა სიტყვები უნდა გამოვიყენო და რა არ გამოვიყენო, ჩემი სამიზნე აუდიტორია რომელი ენიანი არიან, იმიტომ რომ მე ტრადიციული სეგმენტაცია დღეს მოდი ვთქვათ რომ ამოწურა თავი. ფუნდამენტი რჩება დემოგრაფია, ლოკაცია, ასაკის სქესი, მაგრამ სხვა რას მაძლევს? არ მაძლევს შენს მოტივებს, არ მაძლევს შენს შიშებს, არ მაძლევს შენ როგორ იღებ გადაწყვეტილებას. ენეაგრამა ამას მიმატებს საქმიანობაში. ანუ რეალურად ჩაღრმავებული კვლევის ტოლფასია. კი, რომელიც გაქვს ფორმულა გაქვს. სადაც უბრალოდ ამიტომაც შევქმნით ეს ენია მარკეტინგის კურსი, როცა მე ჩემს საქმეში უკვე ერთ ბრენდზე, ორ ბრენდზე, სამ ბრენდზე დავგეგმე ის და გაამართლა და ეხლა ზუსტად მალე ძალიან გვექნება ძალიან კარგი კამპანია და ამაზე სხვა დროს მე და შევისაუბროთ. როცა ამას ნერგავ და ხედავ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მე უკვე აშკარა ხდება, რომ ეს მეთოდი უნდა გაზიარდეს სხვა მარკეტოლოგებთანაც. ზუსტად ამიტომ დაიდო ეს ენია მარკეტინგის კურსი, სადაც მზა ფორმულას ვაძლევთ, ტრადიციულ სეგმენტაციას იღებ, გვერდით უმატებ ენეაგრამას ლინზას და გამოგდის, არ ვიცი, აუთვისებელ ჰორიზონტალურზე 360 გრადუსი 200-ჯერ. ზუსტად, იმიტომ რომ სიტყვები არ გელევა შენი საკომუნიკაციო ტონის მრავალფეროვნება, აღარ ხარ მოსაწყენი მომხმარებლისთვის.